სანდრო რაქვიაშვილს, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. სანდროს მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. როგორ ახსნით ამ ამბავს, რომელიც უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნებზე და მათ გარემოცვაზე დაწყებულ არ ვიცი შეტევას, არ ვიცი რაღაც კორუფციის აღმოფხვრის მოტივით გამოძიებებს. მოგესალმებით მესალმე მაყურებელს, მიხარია რომ ერთლიანი პაუზის შემდეგ თქვენ ეთერში ვართ. კი ბატონო, მეც მიხარია. პირველ რიგში რაც ამ მთელ ისტორიაში არის პრობლემური, რომ არ ვიცით რა ხდება. იმიტომ რომ მაგალითად ფარცხალაძე, ღარიბაშვილი, დილუაშვილი ეს შეიძლება სრულიად განსხვავებული ამბების ნაწილი იყოს. არ იყოს ერთიანი საქმე. ეს ქართულ ოცნებას უნდა რომ ერთიან საქმე წარმოაჩინოს და თუ დააკვირდებით, მთელი ინფორმაციული ველი სავსეა იმ, ასე ვთქვათ, მიდგომით თუ ნარატივით, ასე ვთქვათ, რაც ქართულ ოცნება თვითონ ავრცელებს. ანუ არა ესენი ხმას არ იღებენ ადვოკატების რაღაც კომენტარებით შეგვიძლია დისონანსი შევიტანოთ ოფიციალურ ვერსიაში. მათი ადვოკატების იმედზე ჩემტერი იყოს, იმიტომ რომ ის ხო სისტემის ნაწილია და თუ ჩვენ არ ვიცით ზოგადად რა ხდება, რა პროცესია, მაგალითად შეიძლება ფარცხალაძე ამბობდნენ რომ კავშირში იყო ის კრიმინალური ავტორიტეტი რომ მოკლეს თბილისში და მიხაძეებთან ჯანგველაძის რაღაც ამასთან იყოს დაკავშირებული ღარიბაშვილი, ფულის ამბავი იყოს, იქ ლიულაშვილი შეიძლება ყველაფერში იყოს გარეული სულსუპროსი იყო და ღმერთმა იცის რა შეიძლება გაეკეთებინა, არ გაეკეთებინა, რატომ ამ სამ გვარს შეგნებულად აწებებენ ერთმანეთს. მაგალითად არ ვიცით რა არის მთავარი პრობლემა. მთავარი მნიშვნელობა ერთ-ერთია მათი პრობლემა. ძალიან ხშირად თუ დააკვირდებით ქართულ ოცნებას, შევაც ქონია რომ მაგალითად ერთი ცუდი კანონი რო შემოდის, იმის გადასაფარად სხვა კანონი შემოდის, სანამ ის სხვა კანონზე მიდის ყვირილი, იქამდე ჩუმად გადის მეორე კანონი. ამიტომ საბოლოო ჯამში მთავარი პრობლემა არის ის რომ ინფორმაციულ ზედოზირებას, მოვლენების ზედოზირებას, ანუ ქმნიან რომ რაღაც ნავიგაცია, სად სიმართლეა, სად ყვილი რა ხდება, რომ დაიბნეს ამორჩეველი. ასე იყო მიღებული, როცა საერთოდ სხვა რაღაცაზე ხდებოდა ყვირილი, დაჩქრებული წესით მიდიოდა კომიტეტში და სხვა კანონის ფარგლებში საერთოდ, რომელიც არ ეხებოდა ოფშორებს და მაშინ რომ დავინახე და პოსტი დავწერე, იმის შემდეგ დაიწყო ყვირილი, მაგრამ სამდროში ხო შეიძლება რომ არავის არ შეემჩნია კიდეც ეს ამბავი, მიუხედავად რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე თქვენ აღმოაჩინეთ ოფშორების კანონი? კი, ჩემი პოსტის შემდეგ კი ბატონო, არ მახსოვდა უბრალოდ კომიტეტის წევრი ვიყავი, როდესაც შემთხვევით დილის 9 საათზე საერთოდ 11-ზე არ ნიშნავდნენ ხოლმე კომიტეტი, დილის 9 საათზე ჩაინიშნა კომიტეტი და ასე გაპარება უნდათ ამ კანონს. საერთოდ ამნისტიის ფარგლებში ხდებოდა ეს კანონპროექტის მიღება, იმიტომ რომ პატრა ჩაანწერი იყო დიდ კანონპროექტში და მე კი ვნახე რომ ამას მნიშვნელობა ჰქონდა, ხო? და ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ამიტომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ რა ხდება? რა ამბავი ხდება? იმიტომ რომ თუ უბრალოდ ქართული ოცნება ეძებს თავის რიგებში კორუფციონერებს, მაგალითად, ეს მინიმუმ იმას მიუთითებს, იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემა არ გააჩნიათ, ანუ შეუძლია თავისი გაპიარებული ღარიბაშვილი, რა ვიცი, დაიჭირონ ან მინიმუმ კორუფციონერად გამოაცხადონ და ესე იგი არ აქვს საფრთხე, რომ რეიტინგი დააკლდებათ, ხალხი აუჯანყდებათ, ანუ თუ უფუნება აქვთ ამ ტიპის გადაწყვეტილების. კი ბატონო, თუ მართლა ეს ხდება და მეტი არაფერი არ ხდება, ეს ხო ნიშნავს, რომ პირიქით თავის თავში დარწმუნებულები არიან და ანუ კონტროლირებადი თამაშია. მაშინ ერთი სიტუაცია, იმიტომ რომ თუ ასეა, მაშინ გადავხედოთ ოპოზიციურ ველზე ასეთი, თქვათ, არაორგანიზებულობა, იდეის და საბოლოო მიზნის დეფიციტი და აი ამ ცდელობა რომ რაღაცნაირად ბოლო რესურსები გამოწურონ ხალხს, ვისაც აი რაღაც აქტიურად თუნდაც რუსთავაძე გამოდის ან რაღაც სხვანაირად აპროტესტებს სიტუაციას, რომ აი ბოლო რესურსი დაახარჯნონ, ციხეში გაუშვან, დააჯარიმონ და შემდეგ. ეს ხო არასწორია. ესე იგი ჩვენ უნდა მოვეზადოთ გრძელვადიანი თამაშისთვის, იმიტომ რომ თუ ისინი ძლიერები არიან, მაშინ ესე იგი ჩვენც აქეთ რესურსი უნდა დავაგროვოთ. და თუ ისინი თამაშობენ ძლიერს და არ არიან ძლიერები. მაშინ უნდა ვიცოდეთ ვინ არის მათი სისუსტის წყარო. მის სისუსტის თვითონ ხო არ იქნებოდნენ, ბიზნესმენები ხო არ იყო და მოდი დავსუსტეთ და დავანგრიოთ ქართული ოცნებავე. ესე იგი ვიღაც არის, ხო? თქვა თუ რუსები ებრძვიან ერთი სიტუაცია, თუ ამერიკელები ებრძვიან მეორე სიტუაცია. ანუ სამდროში ეს ხო აი ძალიან მრავალფეროვანი როგორ გაქვთ ახსნილი? მე უფრო იმისკენ ვემხრობი, რომ ზოგადად დასავლეთთან დაპირისპირება და რუსეთთან რაღაც პრობლემა არის, იმიტომ რომ ეხა ფასხალაძე რუსეთში ცხოვრობს მე მგონი, ხო? არ მგონია რომ ეს რაღაც რუსეთის ხოს არის ერთი მონოლიტი, იქ სხვა ინტერესთა ჯგუფებია და შეიძლება ვიღაცასთან ფასხალაძეს საქმის აღძვრით იქ რაღაც ნაწილთან გაიხუჭებს, ვიღაც ფარველი ხო ყავს ფასხალაძეს რუსეთში, სხვა ვიღაც პირობითად ფსბ-ს გენერალი ხო იქნება, ვინც ამ რაღაცას კურირებს, ხო? და ალბათ იმასთან ხო არ იქნებათ კარგი ურთიერთობა თუ მათ ადამიანს, თუ ამერიკელები ამ ვიღაცასგან დავალებას ხო იღებდნენ ამერიკელები, რასაც გვეუბნებოდნენ, ხო? თავიანთ განცხადება და ისაც დაასანქცირეს. ესე იგი მათთან მინიმუმ ხო არ აქვს კარგი ურთიერთობა. ამერიკელებთან რო არ აქვს კარგი ურთიერთობა, ხო ნამდვილად ვიცით, ფაქტად ვიცით. მაგრამ მეორე მხრივ
ეს იზოლაცია რომელიც ხდება, ჩემი აზრით, აი შეიძლება მათ უჩენდეს ესეთ ინსტრუმენტს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას გაამყარონ ვერტიკალი, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, რომ თუ მთელი ეს ევროპული სანქციები ან ამერიკული სანქციები მიდის იმაზე, რომ იზოლაცია გაიზარდოს, მაგრამ საბოლოო ჯამში პროპაგანდისტულ ამბავში გვეცვლება ჩვენ გვებზიან, როგორც ადრე გეები გვებზოდნენ და მე რაღაც გლობალიზმის პარტია გვებზოდა და ჩვენ კარგი ხალხი ვართ, პატიოსანი ხალხი ვართ, აი ამას ვაკეთებ და იქიდან არაადეკვატური შეფასებები მოდის, რაც ძალიან ხშირია. იმიტომ რომ აქიდანაც არაადეკვატური ინფორმაცია მიდის, მათ შორის ოპოზიციური ველიდან. მაშინ უბრალოდ შეიძლება აი ბევრ ქვეყანაში მოხდა, ბევრ ავტორიტარულ ქვეყანაში მოხდა ის, რომ გარე წნეხმა გააძლიერა რეჟიმი. უნდა ელაპარაკონ? კი, აუცილებლად. და მე მგონი საბოლოო ჯამში არა მარტო უნდა ელაპარაკოთ, ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა წამოვიდგინოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. ჩვენ საქმეს არავინ არ გააკეთებს. არავინ არ მივად. ბოლოს თუ დაინახეთ, ოპოზიციურ ფლანგზე სისუსტეები გადააწყვეტინებს დასავლეთს რომ ელაპარაკონ ოცნებას? აი, მე მგონი კაია კალასი იყო, რომელიც აზერბაიჯანში ჩაფრინდა, თუ არ მეშლება, ვიღაც ევრობიუროკრატი იყო და ჩვენთან რა ჩამოფრინდა. აი, ყურეთ, ევროპელები ხო შეგუებულები არიან, რომ აზერბაიჯანში ავტორიტარული რეჟიმია. ხო არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს, მაგრამ რადგან ალიევი ამბობს, რომ მე ვაკონტროლებ სიტუაციას, ჩემი ქვეყანაა. ძლიერია ოპოზიცია, თითქმის არ ყავს სამოქალაქო საზოგადოება, თითქმის არ არის და არ არის. თანამშრომლობენ და შეიძლება ბიზნესმენების გახლაც ეგ არის. კარგი, ოკეი, მე ხა მებრძვიან სანქციებს, მაგრამ ხალხს ვეთქვი, რომ აი მე ვაკონტროლებ. აი ნახეთ როგორი ოპოზიცია. აზერბაიჯანი სხვა მასშტაბის მოთამაშეა, გამომდინარე თურქეთთან კავშირებით, შიდა რესურსებით და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მაგალითად რუსეთთან კარგი ურთიერთობა იმისთვის რომ გამოიყენოს ბიზნესმენებმა, რომ იგივე მესიჯი გააგზავნოს დასავლეთში, რომ ნახეთ მე ვაკონტროლებ სიტუაციას. აგრე ეს ოპოზიცია, ეს უცნაური ხალხია. ზოგი აი ასეთ მიტინგებს აწყობს, ზოგი ასე აი გახარებმა რაც გააკეთეს, რაც დაემართა მთლიანად მთელ ისტორიაში 20-24 არჩევნების შემდეგ. აი ეს უბრალოდ აი აუტანელი არაადეკვატურობა იყო საბოლოო ჯამში. გახარიას მხრიდან თუ ყოველას მხრიდან თუ გახარია განსაკუთრებულად. გახარია უბრალოდ მე რეკორდი მოხსნეს ყველაფერი, იმიტომ რომ ან შესულიყვნენ, ან არ შესულიყვნენ, ან ეთქვათ რომ ლეგიტიმურია, ან ეთქვათ რომ არალეგიტიმურია. რამე ეკნათ, რამე პოზიცია, ნებისმიერ პოზიცია უკეთესი იქნებოდა ის რაც მაგათთან გააკეთეს, ხო? და შეიძლება თქვა რომ აგერ ეს ოპოზიციური პარტია, აგერ მეორე ოპოზიციური პარტია, აგერ ისპოვეთ ციხეში ზიან. ესენი რაღაც მიტინგს აწყობენ, რა ვიცი, 500 კაცი გამოდის დღეში და მეტი არაფერი არ ხდება. ხო შეიძლება დასავლეთმა თქვას რომ აი ხა უკრაინა გვაქვს, ამე პრობლემა, ჩინეთთან პრობლემები გვაქვს, აი ეს ვენესუელას რაღაც ამერიკა ამზადებს და ეს ივანიშვილის გათვლა, რა უნდა იყოს, თქვათ, ვივარაუდოთ რომ ეს ივანიშვილის გათვლა, რა უნდა იყოს ოპოზიციის, მისი ოპონენტების გათვლა. ხო და ამაშია საქმე. სინამდვილეში ჩვენ თუ იმის იმედად ვიქნებით, რომ ევროპელები დაასანქცირებენ ბიზნესს და ამის გვაჩუქებენ ამ ძალაუფლებას, თქო, აჰა, აიღეთო, ეს არასდროს არ მოხდება. საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ. ამიტომ თავარი ამოცანა მინიმუმ პოლიტიკური პროცესის ჩართოთ. პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ მედია იქნება ეს თუ ზოგადად ნებისმიერ საჯარო სივრცეში პოლიტიკოსებმა უნდა ელაპარაკონ. მე თუ არც კი ვიცნობ იმ ადამიანებს ზოგჯერ რომელსაც ვუსმენ, რატომ უნდა და ის თუ პოლიტიკოსი არ არის, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ წარმოადგენს. არანაირ პოლიტიკურ ალტერნატივას ვერ დავინახავ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი შეიძლება ვიღაცამ ჭკვიანური იდეა თქვას, მაგრამ საბოლოო ჯამში, როცა რუსთავზე მდგომი ადამიანი თუ სახში რომელიც ზის, ის რო არჩევნებზე წავა, რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ხო ხარს დაუჭერს. და ხო უნდა იცოდეს ვის დაუჭროს ხარი. და აი ეს დისკუსიები რო ყოფილიყო მაგალითად ღია დისკუსიები, ჩვენ სულ ამას ვამბობთ, აი რაც თავი მაქვს, რაც გირჩევა, სულ ამას ვამბობთ, დისკუსიები, დებატები რო ყოფილიყო 4 ოქტომბერზე. ბოიკოტზე. ყოფილიყო, რა ვიცი, ნებისმიერ პროტესტის ფორმაზე, ჯარიმების არ გადახდა და გასაჩივრებით. საგადავკეტოთ თუ არა მაგალითად ახლა ამაზე. თუნდაც აქვს თუ არა გადაგდა საერთოდ რამე მნიშვნელობა, რომ ეხლა რომ მიდის ბრძოლა, გადაიკეტა თუ არ გადაიკეტა, ამას საერთოდ მნიშვნელობა აქვს თუ არა. ბერად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ თქვა 10000 კაცი გამოდიოს და გზა არ იკეტებოდეს, ვიდრე ის რომ გამოდიოს 1000 და გზა გადაკეტოთ, ხო ასე? პროტესტის არსი ხო რაოდენობაშია და არა რაღაც იმაში რომ ვიღაცა გამბედავია. არა, გამბედაობა შეიძლება ინდივიდუალ კარგი თვისება იყოს, მაგრამ დემოკრატიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს შემხარეს. ამიტომ მჭირდება მიტინგები და არჩევნები, რომ რაოდენობა დათვალო. და როგორ შეიძლება ამას არ მიაქციო ყურადღება, თუ პროტესტი თქვა თავებს ნუ ითვლიან, არა და სწორედ თავის დათვლაშია მთელი ფენომენი, პროტესტის პროცესის, არჩევნების, ბოიკოტისაც 10ჯერ, 20ჯერ უფრო მეტი ადამიანი წინა წელს ვიდრე ეხლა არის მიტინგებზე, ეს ხო რაღაცას ნიშნავს. და ამიტომ თავი რაც უნდა გავაკეთოთ, აი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა შეიძლება უნდა დღეს და აი ეხლა მიიღოს შედეგი, დავიწყოთ დისკუსია, რომ უბრალოდ საერთოდ სად ვართ, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ვიღაცამ არ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბერზე რაც მოხდა.
უბრალოდ როგორ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დავაკისროთ, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი ციხეში ისბოლს და ბოლოს. მათ აიღეს თქვა პასუხისმგებლობა ორგანიზატორებმა პატიმრობით, ეს ასე არაა? არა, ასე არის, იმიტომ რომ პატიმრობა თვითონ ხო არ შევარდნენ ციხეში, ხო დაიჭირეს. მაგრამ ადამიანები, რომელიც მაგალითად ამბობდნენ რომ ორგანიზატორი ვარ, მათ შორის ვინც ციხეში არ ზის, მინიმუმ თუ არ უჩნდებათ იდეა რომ პოლიტიკა უნდა წავიდნენ. აი იმის გამო რაც მოხდა, იმის გამო რამხილა ვინ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, თუ ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს? ნაცმოძრაობას, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ვიღაც იყო ნაცმოძრაობის იქით, მაგრამ ზოგადად მეგონი ითხოვს ამას. აი როგორც კომპანიის ლიდერი რო გამოვიდეს და გააკოტროს თავისი კომპანია, ხო ბუნებრივია რომ ესმა გადადგეს. ივანიშვილი იზამს ახლა მაგას თავისი ახალი კანონით პარტიების აკრძალვის შესახებ. როგორ უყურებთ ამ კანონს და ასევე თქვენ ამბობდით რომ ივანიშვილის სიძლიერე და სისუსტეებზე ვლაპარაკობდით, აი ოპოზიციის სისუსტე, მისი დაგსაქსულობა და ასე შემდეგ, ეს არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე მისი? კი, ცხადია, სინამდვილეში რაც ხდება ოპოზიციაში, ის არის თავარი დასახტენი ქართული ოცნების, რაც ხდება, ვიცი, ოპოზიციური პარტიების, მედიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების შესრულებით, ეს არის რაც ქართული ოცნებას აძლიერებს, რომ ქართული ოცნების ხარი ხო სრულიად გასაგები ამბავია, ხალხი აქვს ძალაუფლება, ავთ ბელადი, უნდა ძალაუფლება შეინარჩუნონ და იყენებენ ყველა მათ ხელთ არსებულ რესურსს ეს გააკეთონ. ამაში ხო ვერ გაამტყუნებ ქართულ ოცნებას, მაგრამ აქეთ ხარეს ვინც უნდა ეს შეცვალოს, ვინც უკმაყოფილოა სტატუს-კვოს შენარჩუნებით, ალბათ ლოგიკური იქნება რომ რესურსი გააერთიანო, სინქრონულად იმუშაო, იპოვო გზები და თუ ამის ნაცვლად ეს დანაწევრება ხდება რესურსების, ერთმანეთის ჭამა ხდება და ყვირილწივილი ხდება, ისტერიკა იმის ნაცვლად რომ უბრალოდ შევდავ ველაპარაკოთ, რას ვაკეთებთ? ბუნებრივია ეს არ იქნება გამარჯვებისკენ მიმავალი გზა. ამიტომ ჯერ გრადუსი უნდა დავწიოთ და დავიწყოთ ლაპარაკი. გავარკვიოთ სად ვართ. სად გვინდა რომ აღმოჩნდეთ. ელემენტარულად თუნდაც გზის გადაკვეთის ამბავი რომ მარტივი იყოს, შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, როგორი ქვეყანა გვინდა და აქვს თუ არა ამ ქვეყანაში ვიღაც ადამიანს გზის გადაკვეთის უფლება. იმიტომ რომ თუ თანხმდებით რომ მაგალითად 100 კაცმა უნდა გადაკეტოს გზა, მაშინ მოდით ასეთ ქვეყანა გვინდა, სადაც 100 კაცს ამის უფლება აქვს. ან როდის უნდა მოვითხოვოთ, რა პირობები უნდა შესრულდეს ვადამდელი არჩევნები მაგალითად. 1000 ადამიანი საკმარისია, ან თუნდაც 10000 რო ძალიან თუ უნდათ არჩევნები ჩაინიშნოს. თუ თქვა 100000 უნდა გამოვიდეს. ანუ ჩვენთვის ჩამოყალიბდეთ, ჩვენ მხარეს ჩამოყალიბდეთ როგორი ქვეყანა. ახალი არჩევნები იქნება თუ ის ივანიშვილს უნდა რაღაც. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც რაც ივანიშვილს უნდა რაღაც. ამ ფორმულის სანამ ოპოზიცია ასეთია, რა თქმა უნდა ასე იქნება. მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა რომ მართლა 100000 კაცი გამოსულიყო ქუჩაში. და პოლიტიკა არ შესულიყო ამ ქვეყანაში. უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, უბრალოდ 100000 ახლოსაც არ იყო. ამაზეც რომ დღემდე მიუხედავად ფაქტად ვიცით რომ 100000 ახლოსაც არ იყო, პოლიტიკოსები რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ 100000 კაცი ვიყავითო. ხო შეიძლება მინიმუმ ეს სტატისტიკის ამბავი, რიცხვების ამბავი, როცა დათვალდა არის ის მაინც შემოწმდეს. ხო და ხვდებით, სანამ ოპოზიციურ ფლანგზე სიმართლეს ღირებულება არ აქვს, შვიდ საუბარს და დისკუსიას ღირებულება არ აქვს და ამის ნაცვლად ისტერიკაა და ესე თქვათ, ემოციური საუბარია მოდაში, ვერ მოუგებ, იქეთ ძალიან სიცოცხლეან გებრძვის ადამიანი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს დიდი რესურსი აქვს და აქეთ შენ გახარ ბევრად ნაკლები რესურსი და ყვირი ხარ და სულ დამარცხდები. ჩვეულებრივად რომის ჯარი ყოველთვის იმარჯვება, იმიტომ რომ ორგანიზებული იყო, როცა თუნდაც ნაკლები იყო და არა ორგანიზებულს ყოველთვის იგებდა. ბოლოს მინდა კითხოთ, ფიქრობ თუ არა, ხედავ თუ არა ჰორიზონტზე ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაც გააქტიურდა ამაზე საუბარი, არ ვიცი რა საფუძვლებით, მაგრამ მე ბევრი დიდი ხანია მესმის სხვა ტიპის ჭორები, ჯერ კიდე ზაფხულიდან, მათ შორის ლოგიკა იყო მარტივი, რომ ახლა ბიძინა ბოლომდე გაანადგურეს ოპოზიციას და მერე დანიშნავს ხო, ამ ლოგიკით სწორედ და მოიგებს 2 წელს. თუნდაც მაგათ ამერიკელებთან შეთანხმდება, რომ რაღაც მომიხსენით სანქციები, მე კიდე არჩევნებს ჩაგიტარებთ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ზოგადად დიდად ამჯერა ამის, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს თვისება ითამაშოს ელეგანტურად. თუ დააკვირდებით წარსულს, სულ სწორ ხაზოვნად მოქმედებდნენ. მიდიან და ჩაქოლავენ, მაგრამ ყოველჯერ ეგონა რომ ეხა შეუძლია უბრალოდ ელეგანტურად მოიქცენ და კიდე უფრო ახალი არჩევნების ჩანიშვნა იქნებოდა ელეგანტური ნაბიჯი და ამიტომ არ ელოდება. კი, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან ესეთი მარტივი გზა იქნება დაამარცხო ოპოზიცია, მაგრამ მე არ მგონია რომ ამას გააკეთებენ. თუ ამის ჭორები დიდი ხანია მესმის. კი ბატონო, მადლობა. მადლობა სანდრო რაქვიაშვილს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.